Ღვთისათა და Ძისათა და Წმინდისა სულისათა. ამინ. მანო და დანო ძლდება ზეიმი ქრისტიანების ყოველწლივა ზეიმია და როგორც ჩვენ თქვით რომ ყოველ ზეიმი მართლმადიდებელთა პავლე მოციქული წინ უსწრებს წინ მიდის ხელმძღვანელობს ასევე ეხლაც დღეს არის პრისკილას ხსენება აკვილა და პრისკილა და აკვილა ცოლ-ქმარი იყვნენ ებრაელები იყვნენ წარმოშობი და პავლე მოციქულის ქადაგებით მოქცეული შემდგომ უკვე აკვილა აკურთხა ეპისკოპოსად პავლე ესე იგი სულ პავლე თუ დააგვირდებით ყოველი კვირა მთელი წლის განმავლობაში არის ეპისტოლეები იკითხება მხოლოდ პავლეს ესეც ერთი დასტური იმისა 67 ფსალმისა რომ პავლე წინ გვისწრებს წინ მიდის და ჩვენ უკან მივყვებით და თქვენ წარმოიდგინეთ ერთადერთი აღდგომიდან სულთმოფენობამდე როცა იკითხება აღარ იკითხება ეპისტოლე იკითხება საქმე მოციქულთა ეს იგივე პავლე მოციქულის ცხოვრებიდან ფრაგმენტებია აღებული ესე იგი სულ პავლე მოციქული ჩემო ძვირფასებო ქრისტიანობა ჩვენ ვითქვამს და კვლავ ვიმეორებ ათეისტების საყვარელი გამოთქმა აი ქრისტეო ამაღლდაო და მე ჩვენ რა ვიცითო და ეს არის ასევე ვინც იტყვის ის პროფესორი ის რიგიდი ადამიანი ის არის უბრალოდ ურწმუნოხვარი ის არის უბრალოდ უსწავლელი და გაუნათლებელი იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიცი სოფლიო ისტორია მაშინ ჩვენ ხედავთ რომ ქრისტიანობა ამაღლდა და მორჩა კი არა ქრისტე ამაღლდა და თქვა მე თქვენთან ვიყო ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენსა ვიდრე მეორედ მოსვლა თქვენთან ვიყო და ჩვენ ხედავთ ისტორიიდან როგორ არის ქრისტე ქრისტიანობა ხო მოციქულების სასწაულები ჩემო ძვირფასებო მაცხვარი ერთადღი ზეუნება მათ თქვენ უფრო მეც გააკეთებთ საიდან ქრისტეს ძაღლი რა თქმა უნდა გამიგე და მართლაც ქრისტიან მოციქულება უფრო დიდი სასწაულები გააკეთეს რა თქმა უნდა ეს ქრისტეს სასწაულები და ასე შემდეგ მარტო ჩვენი სვეტი ცხოველი აგენ მე-17 საუკუნემდე პირდაპირ იყო სვეტი ჭეშმარიტებისა ქადაგებელი ჭეშმარიტებისა მე-17 საუკუნემდე ხდებოდა დენა მირონის გესმით ხარ შეიძლება და საქართველოში ვინმე ყოფილიყო ათეისტი რა თქმა უნდა მიიყვანდნენ და ანახეთ რა მე-4 საუკუნიდან რომ დაიწყო დენა ეხლა მე ამასაც ვარ შესწრებული მამამ ძელი ცხოველის ერთი ნაწილი ამოღებული იქ სვეტში სადაც არის და იქ ეს ერთი ნაჭერი სვეტი ცხოველის ეხლაც არის მირონდენა ოღონდ რა თქმა უნდა ძალიან მცირე მამა ილია ნასიძე არქიმანდრიტი წმენდა და მითხრა მამაო მოდი შევესწარ შემთხვევით ნახე როგორ მირონი როგორ ზდის და ბამბით წმენდა თუ აღარ მოყვები იმას რაც ბევრჯერ ვიტყვით ასე რომ ქრისტიანობის მტკიცებულება არის თვითონ ქრისტიანობა და ის რომ დღეს ჩვენ აქ 21 საუკუნის მე-4 თავდება და აქ ვართ წარმოიდგინე ქრისტიანები ქრისტე რო არ აღემდგარიყო და ეს რო არ არსებობდეს ქრისტე წარმოიდგინე ეს რომ შეუძლებელი იყო რაც ხდება ჯერტი მთელ სოფლიოში ხო ყველგან სადაც ჩრდილოეთ ამერიკა ნუ ახლა როგორ წამ პროტესტანტულად კათოლიკურად ეს კიდე მეორე საკითხია მაგრამ ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკა აფრიკა რუსეთი ევროპა და უამრავი ქვეყნები ყველგან ქრისტეს ესე ყველგან აზრების ზარებია და ყველგან ჯვრებია და მოფენილია და თქვენ ქრისტიანობა მთელ სოფლიოში თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ ის აზიური ქვეყნები თურქმენეთი მე-11 და განსაკუთრებით მე-14 საუკუნეში ბოლოს უკვე თემურლენგმა მოსპო თორე ისინიც ქრისტიანები ისტორია ამას გვეუბნება
და ჩვენ დღეს ჩვენი ქვეყანა გვაინტერესებს. როგორ გადარჩება ჩვენი ქვეყანა? ერთადერთ შანსი ახლა ჩვენ ხედავთ საქართველოს გადარჩება, ნუ ახლა ანტიქრისტიანული ძალები როგორ უყევენ ყველას და მათ შორის საქართველოს ჩვენ ვიცით, ხო ხედავთ. აგერ დაიდო უკვე რუსულ კანონს უწოდებდნენ, ხედავთ თურმე რატო არ უნდა პირდაპირ ხედავთ, ახლა პირდაპირ რაშია დაღებული ფული. რატო მოდიეთ თავისუფლების სახელით და რაღაცებს აბარაგებენ და თურმე უამრავი ფული ქონია დაღებული. გამიგეთ? ძალიან რთულია, ძალიან უწევს საქართველოს. ჩვენ გადავჩებით მხოლოდ ჩვენი ერთიანობით და ჩვენი ქრისტიანობით და განსაკუთრებით ჩვენი კაცების და ქალების ვაჟკაცური ქმედებით. იეფთაე იყო ესეთი ძველი აღთქმის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯული. იეფთაე არაკანონიერი შვილი იყო და ვითომ ამის მომიზეზებით გააძევეს ისრაელიდან. სინამდვილეში მიზეზი ის იყო, რომ ძმებს არ უნდათ თავიანთი ქონება გაენაწილებინათ თავის მისთვის და მოიგონეს ის სპეკულიანტეს რელიგიით, რომ ხარჭის შვილიაო და მოკლედ გააძევეს. იეფთაე აღმოჩნდა დიდი ვაჟკაცი კაცი. შეკრიბა ესეთი ხალხი, როგორც იყო გამოძელებულები და რა ვიცი, როგორც კაცი შემოახვდა და ამ შემდეგ ძლიერი ხალხი შეკრიბა და დიდი ბრძოლები გაუმართა ფილისტიმელებს და მოკლედ წარმართებს და გამარჯვებული გამოდიოდა. სახელი გაითქვა. და ისრაელს ზომიეროდა. ვაჟკაცი ხალხი არ ყავდა ისრაელს. და მივიდნენ და იეფთაეს, როგორ არ ყავდა, მაგრამ ესეთი არა. მივიდნენ და იეფთაეს თხოვეს გვიწინამძღვეო. იეფთაე უთხრა, მე ხო გამაგდეთ ისრაელიდან. გვიწინამძღვე, ვიცით რომ მაგარი კაცი ხარო და უწინამძღვა და გაიმარჯვა და ასე. ეს რა არის მაგარი ძლიერი კაცი ჩემო ძვირფასო. მე ერთხელ თქვი ჩემი კონსტანტინეს, ჩემი ბიჭის ძმაკაცი გარდაიცვალა, ჩემი კონსტანტინეს ძმაკაცი გიორგი გურჩიანი, ახალგაზრდა კაცი, სამწუხაროდ. მისი დასაფლავება იყო რაღაცა, მე არ ვიცი ეს რა იყო. ამბობენ რომ მამამისი დიდი ავტორიტეტი კაცია და დიდი მეგობრობა ყავს და ყველაფერი ალბათ ერთად, თან სვანური ფენომენი. იქ მე ხალხი ნახე ჩემო ძვირფასო, თან რამდენი 10,000 კაცი. იმდენი ვაჟკაცი და კაცი და ქალი ნახე, რომ მაშინ ტრაგედია იყო, რა თქმა უნდა, გარდაცვალება, მაგრამ აი ამ კაცმა მოხდა ისე, რომ გამოვიდა ისე, რომ შეკრიბა ერთად ამდენი ხალხი და იჯვარი გადავეწერა და თქვი, რომ მერთო საქართველო არ გადაშენდება მეთქი, ისეთი ხალხი ნახე ჩემო ძვირფასო. ასე რომ ვაჟკაცი ხალხი გჭირდება დღეს. აი ხა ხვაჩვენეს კლიპი რო გააკეთეს ეს ბიჭები და გოგოები, თუ მე რამე ზიზღი და დამუფლებოდა და ესე იგი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული და სიბრალული რაც ვნახე მე, აი ეს მწვანეთმებიან, კიკინებიან, ცხვირში გაყრილი ბეჭდები, ყურსაკიდები, რაღაც მთელი ამბავი. მაგათი საუბა, მაგათი მდგომარეობა კიდევ ვიმეორებ მხოლოდ და მხოლოდ ტიროდით, ცრემლით წამოგვივიდა და გულით ამწტიროდით და ემოციურად, ჩემო ძვირფასო. შევეცოდე როგორც აი ჩემ შვილებს შევხედო, ისე შევხედე მათ. და განვიცადე ეს. ახალგაზრდებო, იმედია რომ თქვენ ჩვენს გვერდით დადგებით და საქართველოს არ დაუთმობთ და ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ დავუთმობთ საქართველოს. აი ამ საზისხრებს, რომლებსაც უნდათ, რო აქ არიო სიტუაცია, რო აქ ძმამ დამოიყვანოს ცოლად და ასე შემდეგ და ასე და პროიბიზმის ზეიმი იყოს. არ დაუშვებთ ამას, გამორიცხულია. იმიტომ რომ ჯერ საქართველოში არის ვაჟკაცი ხალხი. ამის დასტურია კიდევ 17 მაისს, როდესაც გამოდით და საქართველო ბავშვებიან, დებიან, ბაბუიან და ყველანი. და ახლა თუ გაგვანადგურებენ დატოვს გვესვიან მოწამეებად წავალ და ისინი ჯოჯოხეთში იქნებიან მუდამ. ასე რომ გამარჯვებულები ვარ. საქართველო არ დამარცხდება. ჩემო ძვირფასო ძმანო და დანო. მე არ შემიძლია დღეს ერთი რამ არ გითხრათ ცხელა
ეცდები მოკლედ. მე ვისვენებდი საირმეში. და იქ საირმის თავზე აუშენებია ტაძარი, ძველი ტაძარიც იყო და იქ შემთხვევით ნახე მამა უდელ მონაზონი გერმანე თუ არ ვწდები გვარი შეიძლება მეშლება გოგოლაც. პარდადელი კაცი. ახალგაზრდა კაცი. მან მითხრა რომ მამაო აიო 50 წუთი უნდაო სულო ზემოთ აი სენო მაგალითად აი სენო და 50 წუთის შემდეგ სანახაობას ნახავთო და კი მეთქი მამაო და მაინც არ მინდოდა იცი კოტე ლაშქი გვახდა ნანერგემზე შვილიშვილები და ახლა მეთქი ეს ბავშვები დაიგლებიან და არ მქონდა სურვილი იმიტომ რომ რაღაცაერად ჩავთვალე რომ ახლა რა იქ და მეც დაღიო მაგრამ როდესაც ტელეფონში მანახა რა ადგილებია ნუ გადავწყვი და წავსვლი ხალხმა ავედით ალპურ ზონაში საირმის ალპურ ზონაში 2000 მეტრის ზღვის დონიდან მაგრამ 15 კილომეტრი რაც გავიარეთ სანამ ავიდოთ ჩვენ ნახეთ აი ღვთისმშობლის ბაღი ხო არის საქართველოს აი ღვთისმშობლის ბაღის მართლა სიდიადე ეს იყო საოცრება რაც უფრო ზემოთ მივდიოდი უფრო და უფრო ირმების კლდეები მთელი ხო იცით როგორია მაღალი კლდეებია და იქიდან გადმოდგებიან ხოლმე ირმები აი ეს კლდეები დიდდებოდა და დიდდებოდა ნაძვები ფერადონდებოდა ზოგიერთი ნაძვი იყო გეგონება მოხუცებული ნაძვიო წვერები ქონდა რა იყო ეს რა მცენარეა ხალხო ნახე თეთრი ფარსმადუკები 2 მეტრიანი გინახიათ ეგეთი რამე აქეთ უფრო დიდები უნდა გაიზარდოს წესით ხო უფრო სიცხეა მაგრამ რაღაცა ხდება იქ ფარსმადუკები თეთრები ჩამოვიტანე და ჩემ ბაღში მაქვს თბილისის საფრის წინ ფარსმადუკები იყო აი ამხე აი ჩემ სენა 3 მეტრიანი რა აი უზარმაზარი ფარსმადუკები რა ყვავილები აი ღვთისმშობლის ბაღი რა ხდებოდა და ნახეთ 8 ჯიპი მოდის სანამ ავიდოდი 8 ჯიპი ევროპული ეს მაგარი ჯიპები ფრანგები 8 ჯიპი გავსებული ფრანგები რა უნდათ იქ ძალიან კაია თუ მარტო ტურისტული გავლა იყო ქართველებმა არიციან ბაღდადლებმა არიციან 80% რაც მე იქ ნახე და ჩემო ძვირფასებო ავედი აი ამ ალპურ ზონაში და მართალია ნისლით იყო დაფარული და 2/3 არ მოჩანდა მაგრამ 1/3 რაც ჩანდა სასწაულად მოვიხილე მესტი არის მსოფლიოს სილამაზე მესტი საპირწონე სილამაზე ვნახე ოღონდ ნუ მესტია სხვანაირი რამ არის აი ეს სხვანაირი რამ არის აი როგორც ულამაზესი ორი ქალი შავთმიანი და ქერათმიანი აი ესეთი რამ ვარიკვი რომ ეს უფრო კაია აი ეს რა ვნახე და ქვია წითელი ველი ამ ადგილს თურმე იმიტომ რომ რაღაც მომენტში არ ვიცი ხა გაზაფხულზე შემოდგომაზე თუ რაღაცა წითლდება ველი ეს კიდე ცალკე სანახაობა იქნება ალბათ ნუ ამის ენით გადმოცემა არ შეიძლება და თქვენ იცით დეკა ხო გაგიგია რედბული არის ბუნებრივი დეკა რედბული რასაც აკეთებს რედბული ეს დეკა არის ბუნებრივი რედბული ვაჟამობთ ჩვენი დეკა და სვიანი ხალხო მე ალპურ ზონებში ნამყოფი ვარ და დეკა მინახია ერთი პატარა ამხელა ერთი 100 მეტრში კიდევ ამხელა და გიждდებოდი და ვამბობდი დეკა ვნახე და ხალხო დეკას პლანტაციები და მომეცი აი ხა უნდა განახოთ 5 დღეა უცხლოდ ახლა ჩავდივით წყალში და მაინც რა უცხლოდ ხაეროდ იყო საბარგულში მაგას აი ეს დეკა შეფასება ღვთისმშობლის ფაღიდან ნუ ალბათ ყვავილობს კიდევაც ამის ჩაისვა და არის გამაძლიერებელი ესე იგი ნუ ახალგაზრდებს ხალხს ნუ რაღაც სასწაული აი ეს არის ჩვენი დეკა ნახეთ რა სილამაზეა და ეს იყო ულე თები იყო აი პლანტაციები იყო დეკას მე გადავწყვიტე რომ იქ დაბალი მანქანების მარტო ჯიპები არ ადის ყველა იქ რუსები შეხვდნენ დაბალი
პასატკას უწოდებენ მანქანით, არ არის პრობლემა. ნუ იქ ჩვენ სილამაზე ვნახეთ ჩემს ზურგასზე. მე ეგეთი რამე არ ვნახე, ენა ვერ გადმოთქვამს, ამიტომ ასე ვერ ვამბობ. აი ამ გადავწყვიტე რომ მე დავგეგმოთ და აუცილებლად წავიდე და ან 2 დღეში ან 1 დღეშიც ვასწრებ. აუცილებლად რომ წავიდე და ნახოთ ეს სილამაზე. ეს ვისაც არ ვნახია, იმას საქართველოს არ ვნახია. როგორ აიცი, წვერვალზე რო ავედი, აქეთ არის საირმე 15 კილომეტრი, იქით არის აბასთუმანი 20 კილომეტრი. და თქვენ იცით რომ იმპერატორმა ალექსანდრემ, რომელსაც შვილი ყავდა ფილტვებით დავადებული, მას უთხრეს, რომ უნდა იპოვოთ კარგი ადგილი და იქ გადასახლდეს თქვენი შვილი, რომ იცოცხლოს. და დაოსი ურჩიეს და ურჩიეს აბასთუმანი. და მან კომისია შექმნა და კომისიამ თქვა, რომ დაოსზე განა ერჯერ 10-ჯერ უფრო საუკეთესოა აბასთუმანიო და იცით მე იმპერატორმა ააშენა იქ სასახლე, ააშენა ტაძარიც უზარმაზარი, წაიყვანა ძალიან ცნობილი რუსი მხატვარი, მე მგონი ვასნეცოვი, ნუ რომ აი ესეთი დონის, მაგარი ძალიან იქ მოხატა იმ რუსმა. იცით თქვენ ტრაგიკულად დამთავრდა იმპერატორის შვილის ამბავი, ქართველი გოგო შეუყვარდა იმპერატრიცამ, რომელიც რა თქმა უნდა იქ იყო შვილთან ერთად, უთხრა რომ ჩვენ არ გვეკადრებაო, ისო დაბალი დონის არისო, თუმცა ნიჟარაძე იყო, თავადის გოგო იყო, მაგრამ არ გვეკადრებაო და ბიჭმა გაბრაზებული წავიდა ველოსიპედით და ერთადერთი მანქანა იყო მაშინ. იქ ყავდა ერთადერთი მანქანა, იმას დაეჯახა მანდ. თვითონ რუსები იჯდა. და გარდაიცვალა, მაგრამ რას ხვდები? იმპერატორმა აირჩია აბასთუმანი. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ ხეობაში ვიყავით ჩვენ, ამ საოცრებაში. მანამდე მოხდა ესეთი საოცარი რამ, ნანა ერგელიძე, 2 გოგო ყავს ხო, მარიამი და ნინო, მარიამ ლაშკარი და მესამე ბიჭი უნდა კოტეს ეხლა მისი მეუღლე იქ ვიყავით ესე იგი ერთად, კოტე ანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტია და უნდა ბიჭი ეხლა კაცს, ვაშკაცს და ნანა ლოცულობდა თუმე ივანე ზედაზენზე განსაკუთრებით ერთ ხატთან და შეუსრულდა მე მართლაც დაფერმძიმდა, მართლაც ეყოლა ბიჭი და ამ ხატთან შეეძრა მუცელი კონსტანტინე და ვაშკაცი კაცი ეხლა მაგარი კაცი ძალიან სიმპათიური ბრედ პიტს გავს და ძალიან სიმპათიური ბიჭი კაცი და 30 წელი გავიდა და ეს ხატი მივიდა ერთხელ ზედაზენზე და აღარ არის ხატი და ეძებდა 30 წელი და მე ახლა ჩავჯექით მანქანაში თქვი ჯერ მივიდე საირმის წინ დიდი ეკლესია არის აშენებული და მე ავიდეთ და მე რაც მოგიხედეთ ზემოთ დავედი და რო შევედით ამ ტაძარში იკივლა იმან ნანა არ ნახა ეს ხატი და ლოცულობდა გუმხურვალი და ამბობდა რომ ეს ჩემთვის რა ბედნიერი დღეა მერთო ჩემ რომ ეს ხატი ვნახე და ჩემთვისაც დიდ ბედნიერი დღე ეს ტაძარი 2 სართულიანია ჩავედით ქვემოთ და აშოტ კუროპალატის სახელობის ეს მეო თქვენ იცით აღარ მოყვები აშოტ კუროპალატზე რა მიგნება მოცა ღმერთმა და როგორი დიდია და დიდი სიყვარული მაქვს აშოტ კუროპალატისადმი და ასე ბედნიერები რო წამოვედით და ღმერთმა აგვიყვანა ღვთისმშობლის აი ნამდვილი ბაღში ნუ რა არის ეს აუცილებლად უნდა წავიდეთ ან ინდივიდუალურად თქვენ თუ იქ მოხდებით ძალიან ადვილია გზა გრუნტიანია საირმედან 50 წუთში აღმოჩნდებით საოცარ სამყაროში სამოთხეში ერთი იმერეთი ამასაც მოვყვეთ მარეგან და დავასრულე ერთ სახალისო ამბავი ვასხამ გას მანქანაში ღამია როცა წავედი საირმეში რომ მიდიოდი და ფერსაჩი თუ დინში აღარ მახსოვს ბაღდადის ახლოს სოფლებია მივაყენე ისეთ ძალიან ისეთ უბრალო კალონკარი ხო გაზი ჩამისხმე დღე მოვიდა იმერელი კაცები ხო ეს კაი კაცები მურაბას უძახე მურაბა კაცი მოიტყვე იმერელი კაცი აი ესეთი კაცი მოვიდა და
ნინოს ვეუბნები ნახე რა კაცი მოვიდა და ბებია პორჩხიძე მყავდა ბაღდადიდან და რა კაცი მოვიდა მეოთხე ამდვილი ბაღდადა მურაბა კაცი ხათრიანი კაცი მეთქი ხათრიანი კაცი ნახე როგორ მოწიწება აქვს მეთქი რაღაცა ხათრიანი კაცი და ვეუბნები იფიქრე პორჩხიძე ხო არა და რაგვარი ბრძანდები ვიზია მეთქი და ხათრიძე გვარად ხათრიძე შეიძლება კოლხეთში იმერეთში მოხდეს ჩვენთან არის შო დაგლოცება მაგახალე დიდი ჯვარი გამოამზადე ჯვარი გამოიტანეთ და დაიწყო ხალხმა თქვა ხუჩაბათ ზაფხულში ხუჩაბათობით ვაუქმებ ესე იგი მრევლის დღეს მერე განვაახლებ ხუჩაბათს ვაუქმებთ კიდე როგორ გამოსაცხადო ჯვარი გამოიტანეთ ხო და არ ვიქნები შაბათობით კვირაობით ვიქნებ შაბათობით ზაფხულში აი აგვისტო აი ეს პერიოდი არ ვიქნებ სექტემბერში ისე ვიქნები მხოლოდ ისა კვირაობით და ერთი ესეც არის ამდენი ემოციები გემით გამორჩა დადები ეს აქ და გაწია და დაიწყოს გამომივიდა ბიჭო ბაშკაცურა ალპურ ზონაში წაგიყვანო თქვენ და ნახავ გამოცოცხლე ხო და ჩვენი მრევლი გარდაიცვალა კახი იოანე ჩემი ცუდფასი ახალგაზრდა ბიჭი ხა ქადაგებაში მინდოდა ჩამესვლა ვეღარ ჩავსვი და ეს დავამატო მობრძანდი ჯვართან ეს ღმერთმა ისე განაგო ამ ადამიანის ცხოვრება აი ყრმა რო გახდა ავადმყოფობა შეაყარა და სულ მერე მთელი აი ეს ათეული წლები იყო ავად ერთ პერიოდი გამოჯანმრთელდებოდა მერე და დიდი ავადმყოფობებით აი ესე ნელა გარდაიცვალა ეს ბიჭი სუხთის დიდებაში რა და აი ყველა ამბობს ეს ხო ანგელოზი ხა ვისაც ისე დაუშვა ღმერთმა რომ შეიძლება და ცოლიც მოეყვანა შეიძლება და მაგრამ ყველაფერი ააცილა ღმერთმა და აი ესე ქალწულებრივ ესე ღვთის დიდები გავიდა სონა იყოს მის ჩვენი ზაზა თურმანიძის დიშვილზეა ლაპარაკი მანანა იცნო თქვენ მანანა თურმანიძე იმის შვილზე და სამშაბათს დავიდა კონსტანტინედან გავასვენე დაგლოცო ხმები დაიხარა თიშო აუცილებლად უნდა ნახოთ ის ადგილები